ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი 18 საათიანი ფასტინგი არის, რომელზეც ყველა გურუ ღაღადებს. ფასტინგის სხვა დიეტებზე უკეთ არ იწვევს წონის კლებას. ორგანიზმი გადაერთვება კატაბოლურ, ანუ დაშლის პროცესში, სადაც ჩემი კუნთური მასა დადგება რისკის ქვეშ. ისმის მთავარი კითხვა: იწვევს თუ არა ფასტინგი კუნთის წვას? რაიმე სხვა ჯანმრთელობაზე ნეგატიური რისკის საფრთხე არსებობს? პასუხია კი, ყოველთვის არ არის განკუთვნილი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანართი მიმართავ ქალბატონებს რეპროდუქციულ ასაკში. ადამიანების 99% ფიქრობს, რომ ფასტინგი, ანუ 18 საათიანი დიეტა წონაში დააკლებინებს. და ეს მართალია, ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ. უმრავლესობა ადამიანი უბრალოდ თავს იტყუებს და ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ და ეხლა მოგიყვები რატომ. ყველა ფიტნეს ინფლუენსერი ისე საუბრობს ბოლო დროს ფასტინგზე, თითქოს ახალი მიწა აღმოაჩინეს, არა და რეალურად ფასტინგი იმაზე ძველია, ვიდრე ზეზო და მზია. და სანამ ზოგი შტანგას იღუნავდა ფეხზე პოპულარობისთვის, ძველი ბერძნები სადილს ტოვებდნენ, რომ ისეთ მოსაწყენ თემებზე ესაუბრათ, როგორიცაა გეომეტრია, ფილოსოფია და კიდე 1000 სისულადა. ფასტინგი იმდენად ფუნდამენტური რამეა, რომ ყველა ძირითადი რელიგიის ქვაკუთხედია, გულისხმობ მარხვას, რამადანს, იომ-ქიპურს და თუ ფასტინგი ესეთი უძველესი მეცნიერებაა, 21 საუკუნეში ყველა ამაზე რამ გადარია? პასუხი მარტივია. მეცნიერება მისცა მას ვალიდაცია. 2016 წელს იაპონელმა მეცნიერმა იოშინური ოსუმიმ იმედია სწორად თქვი, მიიღო ნობელის პრემია აუტოფაგიის აღმოჩენისთვის. და იცით რა არის აუტოფაგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი სტიმულატორი? ფასტინგი. ანუ შიმშილი. მაგრამ სანამ აუტოფაგიის ჯადოსნურ მექანიზმებზე გადავალთ, ჯერ განვმარტოთ საერთოდ რას ნიშნავს ფასტინგი. ეს არ არის მხოლოდ არჭამა. ეს არის ცხოვრების ისეთი სტილი, სადაც შენ კვების და შიმშილის ფანჯარა გაქვს დაყოფილი დღის განმავლობაში. წარმოიდგინე, რომ შენი სხეული არის ჰიბრიდული მანქანა. როცა ჭამ შენი სხეული მუშაობს შემოსულ ბენზინზე, ანუ ენერგიისთვის იყენებს გლუკოზას. ამას კვების ფაზა ეწოდება. მაშინ როცა გავა ბოლო კვებიდან 8-12 საათი და შენი საწვავით ამოიცლება, ორგანიზმი გადადის ბუნებრივად შიდა სამარაგო ენერგიის, ანუ ელექტროძრავის გამოყენებაზე, იწყებს ცხიმის აქტიურად გამოყენებას. ეს არის შიმშილის ფაზა. შენთვის ყველაზე ნაცნობი 18 საათიანი ფასტინგი არის ინტერვალური ფასტინგის ერთ-ერთი სახე, სადაც 18 საათი შიმშილობ და მხოლოდ 6 საათი ჯამ. ამას აქვს უფრო მსუბუქი ვარიანტებიც 16-14 საათიანი ფასტინგი, ან უფრო რადიკალური 20 საათიანი, 23 საათიანი, რომელსაც ომედ დიეტა ეწოდება 1 meal a day, როცა 23 საათი შიმშილობ და 1 საათი მიირთმევ. ამის შემდგომ უკვე მოდის ფასტინგის ისეთი ტიპები, რომლებიც ალბათ შენ არ გაიგია. Alternate day fasting, ანუ დღე-გამოშვებითი შიმშილი, სადაც ერთი დღე მიირთმევ კალორიების ნორმას, მეორე დღე მიირთმევ 500 კალორიაზე ნაკლებს. და ისეთი გახანგრძლივებული ფასტინგები, როგორც არის 24, 48 და 72 საათიანი, რომელიც როგორც წესი სწორედ იმ რელიგიური პრაქტიკების ნაწილია, რომელთაც ვიდეო დავიწყეთ. აი აქ ჩდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. თუ ფასტინგის რეჟიმი ორგანიზმის სამარაგო ენერგიის წყაროებზე გადასვლას გულისხმობს თავისთავში, ნიშნავს, რომ ფასტინგი სხვა დიეტებზე უკეთ დამეხმარება წონის კლუბაში? საბედნიეროდ ამაზე მეცნიერებას კრისტალურად ცხადი პასუხი აქვს. 2024 წელს British Medical Journal-ში გამოქვეყნდა ქსელური მეტაანალიზი, რომელიც არის მეგობრებო კვლევების უმაღლესი სტანდარტი. 99 განსხვავებული კვლევის შეჯამება 6500-ზე მეტი მონაწილით, სადაც იკვლევდნენ ფასტინგის ამ ყველა ცნობილ ტიპს და სტანდარტულ მოსაწყენ კალორიულ დეფიციტს, ანუ ყოველდღე ცოტათი ნაკლების ჭამას. მაგრამ იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ყველა ჯგუფი დაახლოებით 1 კალორიებს იღებდა და ასევე იღებდა ცილის დაახლოებით 1 ოდენობას და შედეგი ფრე. სრული ფრე. ნიჩია? ანუ არანაირი მაგია. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ფასტინგი სხვა დიეტებზე უკეთ არ იწვევს წონის კლებას. და მაშინ რატომ აკეთებს ყველა? ვითომ ჯანმრთელობაშია მისი მთავარი სარგებელი? კარგი, მოდით ახლა წონის კლება ცოტა ხანი გვერდზე გავავდოთ და ვისაუბროთ იმ თემაზე, რის გამოც ყველა ალაპარაკდა ფასტინგის გარშემო, ანუ აუტოფაგიაზე. აუტოფაგია ეს არის შენი ორგანიზმის გენერალური დასუფთავება, სადაც ორგანიზმი თვითონვე იწყებს თავისი ზომბი უჯრედების, უსარგებლო ცილების და 1000 ხარახურის გადამუშავებას. აუტოფაგიის პროცესი ვფიქრობდით აქამდე, რომ ორგანიზმში იწყებოდა 24-48 საათის შუალედში, რასაც გვეუბნებოდა კვლევები მღრღნელებზე. მაგრამ როგორც დადგინდა, ადამიანი უბრალოდ დიდი მღრღნელი არ არის. ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის თავს ვარდებდი დასკვნებს, იმიტომ რომ საკმარისი კვლევები არ ქონდა ადამიანებზე და აქ მინდა გაუშვათ ფეიერვერკები 2025 წელს გამოქვეყნდა პირველი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვლევა ადამიანებში აუტოფაგიის მექანიზმების შესწავლაზე ფასტინგთან ერთად. შედეგი იყო გასაოცარი. როგორც აღმოჩნდა, იგივე პროცესის დაწყებისთვის, აუტოფაგიის გაძლიერებისთვის, რასაც მღრღნელებში 24-48 საათი ჭირდებოდა, ადამიანებში ეს ცვლილებები სისხლში შეიჭრებოდა ხანგრძლივი ფასტინგის მესამე-მეხუთე დღეს. ანუ დიდი ალბათობით დილით გამოტოვებული ყავა და 18 საათიანი დიეტა, რომელსაც შენ მიუყვები, დიდი ალბათობით არ იქნება აუტოფაგიის ისეთი დამაჩქარებელი, რომელზეც ყველა გურუ ღაღადებს. მაგრამ აქ უნდა დაგამშვიდო.
და გითხრა რომ მაშინ როცა აუტოფაგია ნამდვილად ძლიერდება ფასტინგით, მხოლოდ შიმშილი არ არის აუტოფაგიის დამაჩქარებელი და მეტიც. აუტოფაგია შენ სხეულში მუდმივად მიმდინარეობს. ჩუმ დონეზე, ისე რომ შენ მისი ხმა არ გესმის. ამას ბაზალური აუტოფაგია ქვია. ჩვენ ვახსენეთ რომ ფასტინგი არის სხეულის დალაგების პროცესი და ეხლა მოვიყვანოთ ანალოგია. შენ გაქვს გახანგამოშვებით გენერალური დალაგება სახლში, სადაც იღებ ავეჯს, წმენდ მის შიგნიდან, რეცხავ კედლებს და ფანჯრებს, რომელსაც შენ გენერალურ დალაგებას ეძახი და სწორედ ეს არის გახანგრძლივებული შიმშილით გამოწვეული აუტოფაგია შენთვის. მაგრამ ვიყოთ გულწრფელები, შენ სახლს ყოველდღიურად ასალაგებ. რეცხავ ჭურჭელს, წმენდ მაგიდას. აი ეს არის სწორედ ბაზალური აუტოფაგია, რომელიც შენს ორგანიზმში მუდმივ დონეზე დაბალი ეფექტურობით მიმდინარეობს. ანუ რა გავიგეთ? გავიგეთ ის, რომ ფასტინგი სხვა დიეტებზე უკეთ არ იწვევს წონისწყლების პროცესს. ამასობაში გავიგეთ, რომ აუტოფაგიის იმ ნიშნულის მისაღწევად მჭირდება იმხელა დონის ფასტინგი, რომ შემდგომ სხვა რისკები შემოდის თამაში და გავიგეთ, რომ შენს ორგანიზმში აუტოფაგია ისედაც მიმდინარეობს. კარგი. მაშინ ისმის კითხვა, თუ მე ვშიმშილობ, არის თუ არა რისკი კუნთის მასის დაკარგვის. კუნთის მატება ხომ ორ პროცესია დამოკიდებული კვება და ვარჯიში. ფასტინგისას ამოხსენით, რომ საკვებს არ იღებ, შესაბამისად ვივარაუდებთ, რომ ორგანიზმი გადაერთვება კატაბოლურ, ანუ დაშლის პროცესში, სადაც ჩემი კუნთური მასა დადგება რისკის ქვეშ. ისმის მთავარი კითხვა, იწვევს თუ არა ფასტინგი კუნთის წვას. საბედნიეროდ მეცნიერებას აქაც კრისტალურად ცხადი პასუხი აქვს და ყველაფერი ისე არის, როგორც შენ გონია. 2021 წელს გამოქვეყნდა მასიური კვლევა, სადაც მონაწილეები მიუყვებოდნენ სავარჯიშო აქტიურ რუტინას, ძალისმიერ ვარჯიშებს და ამასობაში გახანგრძლივებულ ყოველდღიურ ფასტინგს. შედეგმა გვანახა, რომ ამ მონაწილეებმა წონა დაიკლეს, დაწვეს ცხიმი, იმიტომ რომ ექცეოდნენ კალორიულ დეფიციტში, მაგრამ სრულიად შეინარჩუნეს კუნთური მასა. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ თუ შენ იცავ ძირითად პრინციპებს, სამ ოქროს წესს, რომელსაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგიის საფუძვლად შენ სტუდენტებს მუდმივად ვეუბნები, შენი რისკი კუნთური მასა დაკარგო თითქმის ნულამდე დადის. ეს სამი ოქროს წესია. წესი პირველი, შენ კალორიულ დეფიციტში რჩები. ანუ 18 საათიანი შიმშილი, შემდგომ 6 საათიანი კვების ფანჯარა არ ნიშნავს, რომ არაადეკვატური ოდენობით კალორიების მიღების საშუალება გაქვს. წესი 2, შენ იღებ დიდი ოდენობით ცილას, იმაზე მეც ვიდრე სხვა შემთხვევაში მოგთხოვდი. 1.5-2 გრამი კილოგრამზე, როცა შენი მიზანი არის სხეულის რეკომპოზიცია, ანუ ცხიმის წვა და კუნთური მასის მატება. და წესი მესამე, შენ ვარჯიშობ, იდეალურ შემთხვევაში ძალისმიერ ვარჯიშებს. ამით უგზავნის შენს ორგანიზმს სტიმულს, რომ ეს კუნთი რაც გზავს სჭირდება. მაგრამ მოიცა, ეხლა რა ვთქვით? თქვით, რომ ფასტინგი სხვა დიეტებზე უკეთ არ იწვევს წონისწყლობას, აუტოფაგია ისედაც მიმდინარეობს შენს ორგანიზმში და კუნთური მასაც შემიძლია შევინარჩუნო თუ ჭკვიანი ვიქნები. იჩნდება კითხვა, რაიმე სხვა ჯანმრთელობაზე ნეგატიური რისკის საფრთხე არსებობს? პასუხია კი, არსებობს და ამისთვის შენ უნდა იცოდე, რომ ფასტინგი არ არის დიეტა, არამედ არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ყოველთვის არ არის განკუთვნილი. პირველი მნიშვნელოვანი წერტილი არის binge eating-ისკენ მიდრეკილება, ანუ ადამიანები, ვისაც კომპულსური კვებისკენ აქვთ მიდრეკილება ერთულ უფაზე, დიდი პორციის კვება, ფასტინგი თქვენთვის არ არის. იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური ემოციური ზეგავლენა. წარმოგიდგენ, რომ შენი შიმშილის ფანჯარა არის რეზინის ზონარი, რაც უფრო დიდხანს და მკაცრად შიმშილობ, ეს ზონარი იწევება. მაშინ, როდესაც ერთიანად დადგება შენი კვების ფანჯარა, ზონარი ერთიანად შეიჭმუხნება, ეს გამოიწვევს შენი ნებისყოფის ნაკლებობას და საკვების მაცივრიანად ჭამას. ანუ გაზრდის binge eating-ის, ანუ კომპულსური კვებისკენ მიდრეკილებას, ასე რომ თუ ეს საწყისები შენში ზის გახანგრძლივებული ფასტინგი დილალბათობით შენთვის არ არის. მეორე, მოზარდები და ბავშვები. მათი ორგანიზმი მუდმივად ზრდის პროცესშია. შესაბამისად, მათ ჭირდებათ ყოველთვის ადეკვატური ნუტრიენტების მიწოდება და არა ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი. და მესამე, თუ ხარ ორსული ალაქტაციის პერიოდში, ან იღებ დიაბეტის მედიკამენტებს, ფასტინგის, მით უმეტეს გახანგრძლივებული ფასტინგის დაწყება იქიდან კონსულტაციის გარეშე თავზე ხელაღებული ნაბიჯი იქნება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანართი მიმართავ ქალბატონებს რეპროდუქციულ ასაკში, გახანგრძლივებული ფასტინგი მაშინ როცა შეჭიდულია ნაკლები კალორიის მიღებასთან და გულწრფელები ვიყოთ, როცა ფასტინგს ვირჩევთ ბრმად წონის კლებისთვის. ანუ ვაკეთებთ 18 საათიან დიეტას, კვების ფანჯარაშიც კი ვექცევით არაადეკვატურად მცირე კალორიულ დეფიციტში, ანუ ვიღებთ 800 კალორიაზე ნაკლებს, ვიღებთ ნაკლებ ნუტრიენტებს, შედეგად გრძნობთ ლეთარგიას, დაღლილობას და ყოველი თვის ბოლოს მენსტრუალური ციკლის აღრევას.
თუ ეს შენზეა, იცოდე რომ გახდებული ფასტინგი იმაზე მეტი სტრესორი და სტრესი გამოდგა შენი ორგანიზმისთვის, ვიდრე საჭირო იქნებოდა. ამიტომ დაუკელი ფასტინგის დროს, სადაც 16, 14, 12 საათიანი დიეტა. ანუ იყავი ყურადღები და მოусმინე შენს ხელს. ესე იგი, კიდევ ერთხელ ნახეთ, რომ წონის კლუბაში ფასტინგი არ არის მაგია, აუტოფაგია ისედაც მიმდინარეობს, კუნთურ მასას ვინ არ ჩუნებ თუ ჭკვიანი ვარ და არსებობს რისკ ჯგუფები, რომელსაც როგორც წესი ადამიანები არ ითვალისწინებენ. ეხლა შეიძლება კითხვა, მაშინ რა გავაკეთო თუ ფასტინგის დაწყება მინდა? პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ფასტინგი არ არის დიეტა, ეს არის უფრო მეტად კვების და ცხოვრების სტილი. ფასტინგი არ არის უკეთესი ვიდრე სხვა დიეტები წონის კლუბისთვის, მაგრამ მას აქვს ერთი სუპერძალა. ის შეიძლება იყოს შენი ყოველდღიური კალორიული დეფიციტის შექმნის მარტივი გზა. ანუ წარმოგიდგენთ დილით გაიღვიძე, არქშია, მიირთვი ყავა, გამოგივიდა 16 საათიანი ფასტინგი, იმის გათვალისწინებით რომ 8 საათი ღრმად და ბედნიერად გძინავს და შენ მოიქცე კალორიულ დეფიციტში. თუ ეს შენზეა, გილოცავ იდეალური ინსტრუმენტი აღმოაჩინე, რომელიც ადეკვატურ ჭრილში დაგეხმარება კალორიების და წონის მენეჯმენტში. მაგრამ თუ დილით იღვიძებ, ხარ ქალბატონი, გიწევს ვარჯიში, ხარ უენერგიოდ, მგელივით გშია და ამას ამატებ კიდევ ზემოდან ფასტინგის დამატებულ საათებს, იცოდე რომ არასწორ გზაზე გახარ. იმიტომ რომ როცა შენ ფასტინგს უყურებ როგორც მაგიურ დიეტას, შენ გონია რომ გაკლებინებს დრო და არა კალორიები, რაც არასწორია. და მეორე რისკის ქვეშ აყენებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ არ ითვალისწინებ ყველა რისკ ჯგუფს, რომელიც ვიდეოში მოგიყავით. ამიტომ შეწყვიტე საუკეთესო იდეალური დიეტის ზებნა, ესეთი არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი მტკიცებულობას დაფუძნებული დიეტები, რომლებიც ერგება შენ ცხოვრებას. ანუ ეს განსხვავდება იმ დიეტებისგან, რომელსაც ინფლუენსერებისგან გაიგებ, რომელსაც ამ მიმართულებით სიღრმისეული განათლება არ აქვს. სწორედ ესეთი მტკიცებულობას დაფუძნებული რჩევები გელოდება ამ არხზე და თუ გინდა რომ არ გამოგჩეს, მოიწონე და არხიც გამოიწერე. აბა დროებით.